გიორგი ბახუაშვილი დაახლოებით ერთი თვის ვადაში ჯერ გენინსპექციის ხელმძღვანელად, შემდეგ უკვე თამაზაშვილის მოადგილე დაწინაურდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ინფორმაცია თავდაპირველად იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი აძლიერებდა საკუთარ კონტროლს და ზეგავლენას ძალოვან უწყებაზე. შაბათის ეთერმა გაავრცელა, სწორედ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს კადრები ბოლო რამდენიმე წლის ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოჩენების დროს, როგორ გადაადგილდებოდა გიორგი ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ყველგან და ყოველთვის, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზეც, საჯარო შეხვედრებზეც, არჩევნებზეც და ასევე ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლებთანაც ის ძალიან ხშირად ხვდებოდა გამომძიებელ ჟურნალისტებს. სწორედ აქედან გამომდინარე უკვე გაირკვა ის, რომ ბახუაშვილი ძალიან დიდი ნდობით სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილის და ბუნებრივია მისი დაწინაურება შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტომატურად გაიგებოდა ისე, რომ ბახუაშვილის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი ზრდიდა კონტროლს ძალოვან უწყებაზე. ახლა, როდესაც კიდევ ერთხელ ვიხილეთ მისი დაწინაურება, ოპოზიცია უკვე დარწმუნებულია იმაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედ მენეჯმენტს ბიძინა ივანიშვილი ვერ ენდობა, უნდობლობა აქვს, იმიტომ რომ მას შესაძლოა ნებისმიერ წამს ჩამოეშალოს აღნიშნული უწყება. სწორედ აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ისეთი სანდო კადრები, როგორიც მაგალითად მისი პირადი მცველი გიორგი ბახუაშვილია. რომელაური იყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა ვიცით სადაც არის, ამ შემთხვევაში ასევე ლილოაშვილი გახლდათ ქართუდან, ხო, როგორც ვიცით და იყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ხა სადაც არის მოთავსებული, კარგად ვიცით. ანუ ეს პრაქტიკა არის. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა არავის. უკვე თავის საკუთარ, ასე ვთქვათ, დე-ფაქტო სამინისტროებსაც და ხელისუფლებებსაც აღარ ენდობა, ხელისუფლებასაც აღარ ენდობა, ამიტომ ყველგან საკუთარი პირადი დაცვის რაღაც გაძლიერებით, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან მისთვის ადგილას, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სვავს თავის კადრებს. აქ პარანოია, ეშინო ვიღაცამ შიგნიდან არ ამოაყირაოს, არავის არ უნდა ქონდეს ეთნე ძალაუფლება, ამიტომ ხედავთ ამ მუდმივად ხან ოხანაშვილი გაუშვეს, ხან დინარაძე დანიშნეს Facebook-ის მაკონტროლებად, იქიდან მოხსეს თან გენერალი გახადეს. საგიჟეთი აქ მოწყობილი ზოგადად მისი ძალაუფლება ემყარება პირადად ერთგულ ადამიანებს. კომპეტენციით არ გამოირჩევა არა, ესენი არის ადამიანები, რომლებიც რომ არა ივანიშვილი არავინ არ იქნებოდა. ყველა დაწყებული ყობახიძით დამთავრებული ნებისმიერი. არავინ არ იქნებოდა, მაქსიმუმი მათ იქნებოდა საშუალო დონის NGO-ს თანამშრომელი ყოფილიყო, რომელიღაც ბრჭყალებში Deep State-ის NGO-ში. ეს იქნებოდა მათი მაქსიმუმი, როგორც იყო პაპუაშვილი. ყველაზე კარგად ალბათ ქართულმა ოცნებამ იცის თუ რა განწყობები არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხო? მე ვგულისხმობ საშუალო რგოლს და ქვედა რგოლს. დღეს პოლიტიკურ ჟანდარმად არის ქცეული ყველა ძალოვანი სტრუქტურა, მათ ფორმა ჩაიცვეს და ჩადგნენ ამ სამსახურში, იმიტომ რომ ემსახურონ სახელმწიფოს, ებრძოლონ კრიმინალს და დაიცვან საქართველოს მოქალაქე და დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაში უწევთ მათ მსახური. ამიტომ მას უნდა რომ იმ მაღალ თანამდებობებზე, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას, დანიშნონ, რა თქმა უნდა, მისთვის განსაკუთრებულად ლოიალური პირები. რომ დღესდღეობით გადაწყვეტილების მიღები ჩვენს ქვეყანაში არის ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი არის სხვა ყველა დანარჩენი, ამას საუბრობს ასევე ყობახიძეც თავის ყველა საჯარო კომუნიკაციაში. გავლენების და კონტროლის გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპოზიციის მხრიდან აღიქმება ისე, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პარანოია, აქვს შიში იმის, რომ შესაძლოა სისტემა საპოლიციო, რომელზეც რეჟიმი დგას მათი განმარტებით, ნებისმიერ წამს ჩამოიშალოს. სწორედ აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ძალიან სანდო კადრები და ერთ-ერთი ასეთი სანდო კადრი, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ივანიშვილთან მუშაობდა, სწორედ გიორგი ბახუაშვილია.